მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ გადმოცემას, რომელსაც ქვია სამი და კო. კიდევ ერთხელ მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ხელშია, რომ ეგრეთ წოდებულ რევოლუციურ მოძრაობას ნაძრალა სააკაშვილი არ გამოვიდეს ციხიდან და გადაიყვანოს. კი, ჩაჯდეს ციხეში, ძალიან კარგად ამბობ. და ესენი გიჟებად შევრაცხოთ, ვინც არიან. ძირითადად გიჟები არიან. შერაცხურა, შენ შერაცხურა თუნდაც. არა, მინდა რომ მივიდეს როგორ, იცი, დიაგნოზებამდე რა. შენ ოფიციალური სამედიცინო დასკვნა დაიწყოს. რევოლუცია. რა დასკვნა, ბატონო. უბრალოდ ჩემი ჟინი მინდა დავიყვანყოფლო, იმიტომ რომ მე ყოველთვის მეგონა და ეხაც მგონია და მოვდივი. ვაშიადის გასწორება უნდა კაც რა. არა, ერთი წუთს რა. კოგნიტიური დისონანსი მქონდა, რომ ეს დასრული ვითომ მოაზრონე, თუდად, მაგრამ მაინც მოაზრონე ადამიანები ესე ციგიჟებს ლაპარაკობენ. ეხლა რომ მექნება ეს დიაგნოზები უკვე მიხვდები, რომ ყველაფერში მართლა რევოლუციას არ ქმევდნენ? დროშების და კარების. და ხელისაწევის რევოლუციას. არა, ხელისაწევა იყო ტექნიკური. არა, ხელისაწევა იყო ტექნიკური დეტალი, რითიც ინსტრუმენტი. ის ხაშურს ეგ მართლა კაი თემა იქნება, მართლა ეგრე რო ჩაიწეროს 4 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში, რომ ვერ შემდგარი გიჟების რევოლუცია. ძალიან კაი ის იქნება. ენტრი. გაუშვათ თაკო ჩარითეზოში. ხო იყავით აქციაში. მე ჩემი მოსაზრება მაქვს. მოგისმენია ჩემგან, მე სხვა სტილი შევთავაზე, საერთოდ ვიცახი, ხო, ამათ კი არა, ზოგადად ვამბობ და ანუ იცოდით რომ დანაშაული იყო და იმიტომ არ შეიჭერით, ხო თამა? არა, შემთხვევაში არაფრით არ ვიტყვი. დანაშაული არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიმტაცებელთან პასუხი. და შესულიყავით თქვენ ხალხი, მე სხვა სტილი მაქვს უბრალოდ, მეტი არაფერი. სხვა რაღაცა, სხვა ხედვა მაქვს, მაგრამ დამნაშავედ ვერაფრით ვერ გამოვაცხადებ კონსტიტუციის დამრღვევთან უპირველეს ესე იგი ტიპი მოუწოდებს რომ თქვენ დაარღვიეთ კანონი, ოღონდ მე არა რა მაგარია რევოლუცია საკუთარი გემოვნებითი პრეფერენციების მიხედვით რომ მე სტილი მაქვს რევოლუციის ჩემებო. არა. მე ლეიბებს დავაგებ და იქ გავწევ. არა, გასაგებია, მაგრამ ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ ესე იგი მე გამოვეთიშები, იცი რა მე სუფთა მინდა გამოვიდე. რაგბში რომ არ გინდა რომ დაიმტრე და ომში რომ არ გინდა რომ მოკვდე. რაგბში არ გინდა რომ ხელი შეგახო. ხო, ხელი შეგახო, მაგრამ გინდა მოგება რა. მოგება რომ გინდა. და ომში მოგება ოღონდ იმის გარდა. ასეთივე ხო, ეგრე არის, იმიტომ რომ ამათ ომი ეგრე უნდა თვითონ რომ დაუზიანებლად იყვნენ, უმრავლესობა რომ მასწავლებლად განადგურდეს, კი ბატონო. და ასე შემდეგ. არა, ეხლა ჰუმორისტული ნაკვესი მეგობრებო, ძალიან მაგარი ჰუმორისტული ნაკვესი. კაი ჰუმორია? ვიღაცამ გააკეთა ძალიან ჭკვიანად. გავუშვით თუ შეიძლება მე ყოველთვის მაინტერესებს ჰუმორი რა და ამიტომ გავუშვით. რაც თქვენ თქვით ეხლა პირდაპირ ეთერში რომ მე ორგანიზებაშიც მონაწილეობდიო, მოვინიშნე ეს საგანგებოდ, მოკლედ მიპასუხეთ ამ თქვენივე ნათქვამიდან გამომდინარე, გამორიცხავთ რომ თქვენც დაგიჭირონ თუ ამბობ დღია ეთერში რომ ორგანიზებაში მონაწილეობდით? ამ სტროგად მაგის დედაც უყურებს. რაც თქვენ თქვით ეხლა პაუზა რო გააკეთა. გამსტროგეთ. მაგრამ ეგ რა თქმა უნდა ჰუმორი იყო, მაგრამ გაცრა. მე ვერ მაშავია. გაცრა. ესე შეისუნთქა. მოდით ვილაპარაკოთ გაზე, იცი რომ ესენი ხო დასაჭერები არის. რა თქმა უნდა. და გიჟებად ხო შესარაცხები არიან თუ ნაკარა. როგორ ადამიანები არიან? სამედიცინო დასკვნა მართლა ფსიქო აქვს ყოველას ჩასაბარებელი მინიმუმ რა. მოდი ხუმრობის მინიმალური მოთხოვნა უნდა იყოს რეალურად. დავიწყოთ რეალურად ქართული ოცნებამ. ესე იგი მართველი ძალა და საპარლამენტო გუნდი და ასე შემდეგ პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად ცალსახად ყოველგვარი მოკიბვის და ინტერპრეტაციების გარეშე აპირებს აკრძალოს და აიგრძალება ეს პარტია, ეს პიროვნებები, ვინც იყვნენ დაკავშირებული ამ ძალას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იწყება აი ნამდვილი სახელის დარქმევა. სახელდების პროცესი, ნამდვილი, აი ახდენა სამართლიანობის აღდგენა, დენაციფიკაციის პერიოდი, როცა უნდა დასხდნენ სახლში დასასხამები. საქმეს ხო წაადგება გიჟებადაც რომ ისინი შევრაცხავთ რა. არა, ეს გიჟი არ არის, ეს გიჟი არ არის, ეს გნიდა. პოლიტიკური ლიდერშიპი გნიდები არიან და ბაჩოხალა ძალიან მაგარი გიჟი, კაცო. გიჟები და გნიდები. გიჟები და გნიდები. ის რო არის. ახალია გნიდა. ინტერნეტში არის. თამაში რაღაცა ესეთი. გიჟები და გნიდები. წავიდა. თამარა ჩერგოლეიშვილი. გიჟი. ბოკერია გნიდა. მიშა სააკაშვილი მიშა სააკაშვილი არის? მარტო? მე გეტყვი. არა.
მიშა სააკაშვილი არის იყო ფილოსოფიაში ეგეთი მიმდინარეობა ბინარული ოპოზიციების მიღმა, რომელიც არც კარგი, არც ცუდი. იმორალური. იმიტომ რომ მოიცავს სიგიჟესაც და გნიდობასაც. ორივე. ეს ზემოთ არის. კარგი. ამ სიაში თაკო ჩარკვიანი. გიჟი. კი ბატონო. წითლიძე. გნიდა. ცალსახად. მეც ვეთანხმები გნიდა. ლაკა ხოშტარია. ორივე გნიდა გიჟის ელემენტი არა რა თქმა უნდა ორივეა თუ ეგრე ნაცი რო ხარ გიჟი ხარ თავისთავად მაგრამ მე გეუბნები რომ მოდი ვნახოთ გვარამია გნიდა ცალსახად ნახე მან რა ნიშნულობა ამიხსენ როგორ არის გიჟი თავისი განცხადებების ის ნახე თავისი იანებს თავს არა ის თავისი განცხადებების პერიოდში არის სრულად შერაცხადი ის იაზრებს რა მავნებლობას აკეთებს და ვიღაცა ვერ იაზრებს მაგალითად ატა ბურჭულაძე მე მეეჭვება რომ იაზრებდეს გიჟი კი არა გნიდის ელემენტის მოშნა და ბიჭო არ იქნება მშვიდობა ტარალი და ტარარა კლინიკური შემთხვევა კი ძალიან ეგენი სიგიჟის კატეგორიასაც ზოგიერთი ვაფშე დიაგნოზით არის წარმოდგენილი ის DJ გოგო რო არის ესენი ყველანი არის გიჟების და ძალიან ბევრი როგორც პოლიტიკურ ნაწილში ეგრეთ წოდებულში ისე აქტივისტურში ეგრეთ წოდებულში არიან გიჟები მინდა რომ ეს დიაგნოზები მინდა ვნახო რა მე ვეტყვით სოფლიოს გიჟები გიჭერენ ხართ ხო განაც ცუდი ადამიანები არა ქართველები მარტო ესენი კი არა просто გიჟები დაერნით ეგეც კი ბატონო გავშალ თამარ ჩერგოლეიშვილი გავშალ ხაზარადეც ისეთივე პასუხისმგებელია იმ 50 კაცის პატიმრობაში, როგორც მიხეილ სააკაშვილი. რასაკვირველია ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი არის რეჟიმი. იმიტომ რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან არის გასული უღალატა ყველაფერს, რაზეც მანამდე საქართველოს იდგა და გასაგებია რომ ეს ვითარება შექმნილი როა და ეს 4 ოქტომბრის სიგიჟეები რო ხდება პასუხისმგებელი. ესეთი რეჟიმი რო ყავს, პაპაზე უფრო მეტი კათოლიკეობა მოგეთხოვება. იმიტომ რომ შენ აი ესეთი რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოიქცე ადამიანებს, მათ ბედს. უბრალოდ საშინელება ხდება, ეხა, რომ რაღაცა აფერის, არ არსებული საქმის გამო სახელმწიფო უმძიმესი მუხლი ძის 50 ხო. გიჟი თქვით რომ არის. ცალსახად და სიგიჟე თავის თავში მოიცავს ხანდახან სიმართლის თქმასაც. სიგიჟე შეიძლება. აბა რა. თავს იგიჟიანებდნენ შუტების ასახლის, ეროზიული. ანუ სპეციალურად თავს იგიჟიანებდნენ რომ მეფისთვის სიმართლე აბა ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე არ ვიტყოდი ყველაზე აი დეფორმირებული მორალის და ინტელექტუალური ბანკროტი და აი კაცი სტერილური კაცი სტერილური არა ვახოსანაია სტერილური არ არის გასაბერი რა არის გასაბერი კაცი ნაძირალა თან სტერილ აი ყველაფერია რა მოიცავს გასაბერი რაღაცაში რომ ტუტიანი წყალი შევა და დაბლა რო ისა ხო он просто член გაუშვით შენობაში შეჭრა მასობრივად ამ რაღაცა არ უცდიათ უფრო მეცაც გაკეთე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიყავი მაგ დროს გუარდიას ბურჭულაძე ესე იგი მივიდა ადგილზე და მე ძალიან კარგად მახსოვს კომენტარიც გავუკეთე აი ამ ეპიზოდს რომ პაატა ბურჭულაძე ესაუბრებოდა აი ამ პოლიციელებს ის ისე დადგა რომ შეჭრა კი არ იყო ესაუბრებოდა ამ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ზოდელავა და ის რო ხტებიან ის გვაჩვენეთ რა მოგვიწევთ არის კადრი მეგობრებო ზოდელავა ხელი იმ ტელმა და ლუიზა ხო გაქვთ ნანა რა საბუ ბიჭო შეიჭრა კი არა ესე რო ხტებიან შეიჭრა მოანგრიეს ხობე და შევიდნენ და დამან არ მოარღვია მაგრამ ერთად კიდებენ ტელმა და ლუიზასავით ხელს და ხტებიან აღნიშნულ რომ ცარ შესული იყვნენ მოწოდება ვინ გააკეთეს მაგრამ იავნით ყურის ფაჩორის ხალხო და საზოგადოება იცი რას უნდა დააკვირდეს აი ეს რევოლუცია რითი აღიკვეთა რა პაატა ბურჭულაძეს შეასხეს პეპერ სპრეი და მორჩა ხო ანუ დიდი რევოლუციონერი ხარ კარგაცეება იქ მოიდგნენ არა გასაგებია მაგრამ შევიდა თუ არა არ გაბედოთ დაიხეთ უკან შეასხეს და გამოვიდა იმიტომ რომ გამოკვლევებზე წავიდა ერთ წამ მაინტერესებს მე ვიცი რევოლუციონერები რა ფიდელ კასტრო ჩე გევარა ლენინი ის რა ქვია გედი ფოფხაძე რეებზე წამსვლელები გედი ფოფხაძე რეებზე იყვნენ წამსვლელები და პეპერ სპრეი შეასხეს ყუიაზე წავიდა რა გინდა პეპერ სპრეი ამბობდა ხარო დაგაგხო რო გითხრა რომ არ დაგამხო და აი მაშინ არ დაგამხო
ზუსტად იმას მაგონებს ეს შემთხვევა 4 ოქტომბერი არის ახალი კორონავირუსი. ოღონდ უფრო პატარა მოქმედების, თუმცა თუ ამას არ გავიაზრებთ, ამის დაბრუნების საფრთხე სულ იარსებებს, იმიტომ რომ სულ 4 ოქტომბრები არ არის, შინაარსობრივად საქართველოს 30 წლის ისტორია არის 4 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე. ხან ეს ხდება, ხან ის ხდება ასე ის. თუ ჩვენ მართლა არ გავიაზრებთ და არ გამოვიტან დასკვნას, რომ მაგარი შუტკა მოწერეს ახლა. სოფლის აშიკი არის გენიალური ნაწარმოები და გენიალური ფილმი. ნამაშკოძე თამაშობს. სადღაც დამიხედე, კარგი თვალი გავიდა. იქ რო არის გზაზე მარგარიტა იმავამდე. მოგვარტყუეს, ანეტა გეძახეს. შეუხვიეს, ესე იგი, თვითონ რა ხდებოდა? წინის ესენი უბრალოდ მისეირნობდნენ. და დაახვედრეს ღობე. და დაახვედრეს, არა, ღობე წამოვიდა რა. და გადაინტრა ეს ღობე, იმიტომ რომ არ იყო და თავზე მარგარიტად მიდიოდნენ და შევიდნენ. იქ რო ეთქვათ რომ გამოდით, ხარა, გამოდით აქ ნუ ხართო. ანუ ესეთი ის მე რა მაინტერესებს სისხლის სამართალში როგორ არის მე რომ სახლის კარები არ მქონდეს აი ვაფშე არ მქონდეს და შემოვიდეს ქურდობა არ არის ეგა ობე მივა პაატასთან ქურდობა არ არის ახალი ნაცთეოლოგია არის სახში არის შუშის კარები და კარი სახში კარი ჩაკეტილი ღია რომ დატოვო ანუ ეს ვიღაცამ უნდა გაქურდოს უნდა თქვას რომ კარი ძმაო ჩაეკეტა არა კარი ჩაეკეტა და გამართლდეს მაგას და გამართლდეს ხო კი ბატონო გასაგებია კარგი ლევან სანიკიძე გმირი მამის გმირი შვილი პოლიტიკურ ველზე ხალბატონო ნინო დარჩენა იურიდიული რეგისტრაცია პოლიტიკურ ველზე დარჩენა არ დარჩენას როგორ განსაზღვრავს ნაციონალური მოძრაობის მთავარი ფასი არის ამომრჩეველი მხარდამჭერი ყავს ამ პარტიას იგი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ თუ კი აი ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც გვეუბნება და ხელისუფლების წევრები როგორ მოხდება ეს რამოდენიმე ასეულკაციანი სია იქნება რომელსაც უბრალოდ აეგზალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა პარტიაში შესვლა, კენჭისყრა და ასე შემდეგ. დაფინანსება, დაფარვა ყველაფერი, ხო. აი ეს იქნება ჩემო ლევან. ლევან, შენ ახალგაზრდობიდან ძალიან სწორ პარტიაში შეხვედი, ნამდვილად, მაგარი კარიერა გექნება ძალიან კარგი, საინტერესო. სამორჩევა შეეძლო. აბარა, ძალიან, მაგრამ მე რას დავაკვირდი, აქ ნახე, ეს დამარცვა ვისგან აიღო, მამამისისგან. ჩვენ გვინდა რევოლუცია. დაუმარცხო ჩვენს. ბიჭო, ეს საკითხი მაინტერესებს. სად არის მამამისი? ბუმ, ტრახ ბაბა, აი მან და მამამისის. შეიძლება ის ისტორიული გადაცემა რო აქვს თარგამაძესთან ერთად იმას ამზადებს ეთერს. არც არის. საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთის შეხვდა ლიეტუვისას პარლამენტის შეგრებილ მოქალაქეებს. გაუჭირდებოდათ. ლიეტუვა არის, ხო, წარმოგვიდგენთ საგარეოთი? ფინეთმა აიღო ლიეტუვას ძიმე ხვედრი. ეხლა ჟიგიმანტას პავილიონისი არ ჩამოსულა? ფინეთი ყოველთვის იყო ნეიტრალური. რუსეთთან მიმართებაში ზოგადად ნეიტრალური იყო, იმიტომ რომ ფინეთი თუ გახსოვთ, რა თქმა უნდა, ძალიან ძიმე ბრძოლების შემდეგ სტალინმა დაიპყრო, შემდეგ ფინეთი დაესხა თავს ამ გერმანიასთან ერთად რომ იცოდეთ როგორ იყო ლენინგრადი ვერ აიღო და შემდეგ სტალინმა დაიბრუნდა ის რაც თავის დროზე აიღო და ფინეთის სტატუსი განისაზღვრა დიდ ქვეყნებში როგორც ნეიტრალური. ეხლა ფინეთი არის ნატოს წევრი და რუსეთი ანთავსებს არმიას ფინეთის საზღვრებთან და როგორ იქნება ფინეთი დაცული? ანეკდოტია უბრალოდ ფინეთი რო თავს იცავს რუსეთის ჯარისგან და ესტონეთი. არ ვიცი. ეგ თვითონ ფინელებმა გადაწყვიტა. კარგი. გია ბუღაძე დახუჭა ყურები. ღევანდელ სიტუაციას რა არის გასაკვირი ჩვენი საზოგადოების უმეტესობა ნდობით არ იყოს რაღაც გარკვეული ახალი პარტიების და თუნდაც ძველი პარტიების მიმართ თუმცა ისეთი როცა ამოდენა ტანჯვები აქვს გარკვეულ პარტიებს გავლილი რა ვაღიაროთ ახლა ისეთი რეპრესირებული პარტია როგორც არის ნაციონალური მოძრაობა ხო აქვს პრობლემები ექნება პრობლემები ბუნებრივია თამბელი და ლიდერიდან დაწყებული რა ვიცი ყველა აქტიური ადამიანი საშენების ქვეშ კიდევ ერთი რამის თქვა მინდა რომ რეალურად დღეს პარტიებმა უნდა დამიმტკიცონ რომ მართლაც დამოუკიდებელნი არიან ბიძინას დიქტატისაგან. აი მინდა ახალმა პარტიებმა. ახალ პარტიებმა ლაპარაკი რეალურად. რა თქმა უნდა, აუცილებლად და თან კიდევ მე არ მესის კიდევ რაღაცა ისეთი გააჩერე. ესე იგი, ნაციონალური მოძრაობამ დაამტკიცა რომ დამოუკიდებლები არიან ბიძინას დიქტატისგან და ეხლა ახალმა პარტიებმა უნდა დაუმტკიცონ ამას. როგორ უნდა დაუგინონ ალბათ ან რანაირად დაუმტკიცონ. მე ვერ უსმინე. დრო აბსოლუტური მიიღებლობა მაქვს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ყავს ჩამონათვალში და არ მიცეთ იმ ინტელექტუალურ კორიფეს. ხო, მაშინ მოემზადოთ მეგობრებო, ხელში აიღეს უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი. მონოკლი გაიკეთე. მონოკლი გაიკეთე. ბერეტი, შარფი. ჩართეთ თქვენს ტვინში გააქტიურეთ ინტელექტის ჩიპი. ხოლოდ ისე არ გამოვა. ისე არ გამოვა. თორე აქ ის მეტაფორული კოდებით თუ არ გაშიფრე. მეტაფორული არტეფაქტების თუ არ წარმოიდგენთ რაზე მეტყველებს და რა თეოსოფია არის, პრაქტიკულად თეოსოფია არის, მეგობრებო. გავუშვით. ხახნო ფიზიკურად, როდესაც 12 კილომეტრს დაბიხარ, იღლები და ისვენებ. შენს ორგანიზმს ჭირდება აღდგენა. ჩვენს ყველას ფსიქიკას და მენტალობას ჭირდება აღდგენა. როდის გავაკეთეთ ეს? ოღონდ ის აღდგენა კი არა, მე რო პარიზში 3 დღე წავალ და product placements გადავიღებ, ან კორეაში 4 დღით და იქაც რომ იმიტომ მივდივარ რომ ტელევიზიაში შემოსავალი ხონდეს, თუმცა ფანტასტიკური იყო. არა, მე ვამბობ რომ პროცესებიდან ცოტა გვერდზე გასვლა, გვერდიდან შეხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამაში ვიხარშებით 24 საათი და როდესაც რაღაცაში იხარშები, გამორიცხულია სწორი ანალიზის უნარი არ დაკარგო. ჯერსაც ვარ დაღლილები, სუყვალა და დაღლა პირველი. გაღიზიანებული. აი ეს რა უნდა მეთქვა, დაღლას პირველი რით იგრძნობს ადამიანს, გაღიზიანებული, ანუ აგრესიული ხდები. პირველად მაგით იგრძნობს მოწყვეტილი გაგზავნა, ნებისმიერ ასზე ფეთქდები. თუ მოწყვეტილი დაღლილი მაგარია ხალხო, აგერჩე. რაგი მართალი მაგარი. რამდენიმე კითხვა მაქვს. რამდენიმე კითხვა მაქვს. თვითონ აღიარებ, ეს არის აღიარებითი ჩვენ. რანაირად იღლებიან? სურამში გავუშვათ, სად იყო? იყო ტყიბულში იყო ესეთი ადამიანების სამანტყოფო ტყიბულში, ტყიბულთან სურამში იყო. მე კი ვიცი რა ლაპარაკობს ეგრე, მაგრამ კიდე სად შეიძლება? ხონში ხო არის? ხონში სისხლის სამართლის დამნაშავეების, პატიმრების კი ბატონო. მე არ არის? არა, ჯერ მაშინ დავიჭიროთ და მაშინ არ ეკითხება უკვე მაგას. მე რამდენიმე რიად ვაპროსები მაქვს. რიად ვაპროსები, დავაი. პირველი დამავიწყდა. ერთი მაინც მოვიფიქრე. ამას არა. ან შუა იმაში მახსოვდა და დამავიწყდა. ბიჭო, მე შეგეთქვი მაგარ რაღაცას. ეს ადამიანი, ეს ჯიგარი. თვით აღიარებაზე არის ორიენტირებული. ბევრჯერ გაგვიგია ამისგან და ჩერგოსგანაც ძალიან ბევრი თვით აღიარება რა. ეხლაც მე ხო ვაწვევი და რამდენი თვით აღიარება მოიპოვე უკვე თვითონ წარმოიდგინე ჩვენ მენტალური პრობლემები გვაქვს. და მენტალური პრობლემები აქ გამოჩნდა კიდე ყველას ვინც კი კაცში იყო, იმიტომ რომ დაღლაზე რა წარმოდგენის არიან, ან თვითონ დაღლილი მდგომარეობაში რატო განიცდიან, ან გაბრაზებას, ან მრისხანებას, სუდად რატო ხდებიან დაღლაზე. ან დაღლა თუ კაი საქმით იღლების ზმაო არის პირიქით კეთილშობილი პროცესი. იმიტომ რომ რაღაცა 15 კილომეტრს რო გავვივარ 12-ს 12-ს ხო ბოდიში. რატო მეტად? ეგ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი საკრალური ციფრია 12. 12 საკრალური. ასაკურველი. 12 არის ხო? მართალია. 12 მოწაფე. 12 მოციქული კი ბატონო მართალია 12 მართალია. ანადოლიძე, აი ანადოლიძე რომელიც თითქოს არაფერში არ მონაწილეობდა, ანადოლიძესაც აქვს არ მინდა თქვა, მაგრამ აქვს. 12 კიდე იცი რატო თქვა? სახათ. იცი რატო თქვა? რატო? ნანუკას საყვარელი ავტორები არიან ილფი და პეტროვი. 12-ის კამი. საკითხული აქვს. კი, მაგრამ მაგას უფრო ადნაედაჟნაე ამერიკა მოხდა. გაუშვით. ჩვენ პირიქით აქეთ ამ ხარეს, ვისაც დემოკრატია გვინდა, გმართებს მეტი შეიარაღება. ქრისტიანულადაც სწორია, ნახეთ, რას წერია ბიბლიაში, რომ ჩვენ კი არ ვებძვით ვიღაცა ხორციელს და ვიღაცას იმას კონკრეტულ ბიზნესს თუ ირეკლი ცოფიანს თუ ვიღაც არ ვებძვით. ჩვენ ვებძვით იმას, რასაც ისინი წარმოადგენენ. ერთი წამი თეთრი ხალათი ჩაუცავს თან. თეთრი ხალათი უბრალოდ ამ თეთრ ხალათს აკლია აქ დაგრძელებული ესე იყოს და ხელი აბარა ცალსა ნელნელა მაგრამ ეს ჭირდება ნახე რომ კაკოჭა ჭირდება კი ბატონო კაკოჭა ცალსა გიჟი თუ გნიდა რომელია გიჟი ცალსა ამან იცი ბიჭო რაღაცა ვიდეო ჩამიგდეს რა ეს ზის და აანალიზებს კაროჩე ქართულ პოლიტიკას ჩერეს ნათლიას პირველი სერია და ყველაფერი შეეშალა არ არის ო რეები ეშლება იცი ხო ვიტო კორლეონის პერსონაჟი ლაპარაკობს ეძახის მაიკლ კორლეონეს ხო იხსენებს იმ სცენას პროდიუსერს რო ცხენის თავს გაუგზავნიან რა და ამას ამას რეჟისორს გაუგზავნოს და ანუ ვაფშე ყველაფერი ეშლება ფაქტობრივი რაღაცები ყველაფერი ეშლება და ნუ რასაკურველე ალუზიურად საშინელ ალუზიას აკეთებს და ვაფშე არაფერში რო არ ჯდება რა მაგრამ იმენა მოშნი ვიდეო არის ხო იცი ახლა ძალიან მიზოგენურ რაღაცას ვეც გოგოები კინოს როგორ უყურებენ ხშირად ეგ თემა არის რა მნიშვნელობა იმას კი არა აქვს სათო კარგად გეტყვის რა ფერის სოროჩი დაიან კიტონს როგორი კაპაეც საწყებ დაიან კიტონი გარდაიცვალა გარდაიცვალა უსამძიმებლად დღეს მეგობრებო თუ განცხადებებზე მიდგა
თამაში ხო არის? ხო. კი, თამაში არის, აგერ ახლა. ცოტა მალე გავიდე. ძალიან თამაში არის, იმიტომ რომ ეს არის საკვალიფიკაციო ეტაპი სოფლიო ჩემპიონატზე გასვლად. ბაჩო არის ჩვენი სპორტული მოღება. ნახე ეკიპირებით რო შემოდის ხოლმე რა, ხო იცი, მიდი, გამარჯობა ბაჩო. 5 წუთიანი რუბრიკა თქვენი. რომელ ტოტალიზატორს წარმოადგენ ონლაინ კაზინოს? მე ხა გეტყვით კუშებს. მეტი კუთხური იქნება. კაპიტანი იქნება ხვიჩა? კი, კაპიტანი იქნება ხვიჩა, იმიტომ რომ კაშიას ასვენებს. დღეს შემტევი შემადგენლობა არის, რაც ნახე ლაინაპს. შენ ხარ ჩვენი გიორგი ყავატოზი. ჰა? აუ, შეგეგინებინა. ამას რო რეაქცია. შეგეგინებინა, ბარო. ეხა ეს იკითხავს ვინაო? ბიჭო ძალიან მაგარი. იმომხილველია? მომენტატორი. რაღაცა იუმორის ამბავში შაყიროი ვარიანტი ხო? აი არ ვიცი. და შენ ხარ საეჭვო კაცი. საეჭვო კაცი ვიცი. საეჭვო კაცი და მომხმეურებია. ის შაყიროი ვარიანტის ამბავია. ხო და ფარსი რეაქცია არ ქონდა. ხო მაგარია შაყიროი ვარიანტი. კაი. მოგლეთ მნიშვნელოვანი თამაშია, იმიტომ რომ ამ მომენტისთვის ცხრილში ჩვენ და თურქები ვართ თანაბრად. დღეს თურქეთთან თამაში არ წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ძალიან დიდ წილად მოგცემს ყარ და საფუძველს იმისა, რომ სოფლიოზე გავიდეთ თუ გავიმარჯვეთ. დღეს თურქეთში ჩვენი გამარჯვებათან განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის ესწრება. ჩვენი იქ არის ჩასული წინა თამაში სამწუხაროდ ვერ შემოვატრიალეთ, ამიტომ დამთავრდა, არა, წინა თურქეთის თამაში, ამიტომ ესპანეთთან ალბათ არც გქონდა არავის ილუზია, კი, გრას გულში ყველას გვინდოდა სასწაული რომ მე დაჟემარკომ გავმაზე, მაგრამ ну короче. და დღეს იმედია ბიჭები შეძლებენ იმ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას რო ყველაფერი დადონ. ეგ რო გააკეთო. მეც კი ვიცი რომ კლიშე. კაი, მოდი დავამთავროთ ხა. ლევან წარმატება უსურვოთ. გარეშე ჩვენ ამას ვერ დავამთავროთ. და ვაფშე მოდი ესე ვთქვათ. კომენტარს არ გავაკეთებ, დავასრულოთ გადაცემა და მერე გავუშვათ ლევან მუდგუს კომენტარი. შეიძლება. კარგად ზანდებოდა. ოკე, ლევან. არა, სხვა ჩვენს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. ლევან მუდგუ ჩვენ არც ვიცით რას ამბობს. და 3 წერტილი აი თქვენ. აბა, კომენტარი თქვენთვის მოგვიდია მაყურებელო, ჩვენ გემშვიდობებით, უსურვოთ ჩვენ აკებს გამარჯვება, კარგად ზანდებოდეთ. გავუშვით აბა და მერე კუდი. რეალობა უნდა ვაღიარო ეხლა ჩემი რიგითი მოქალაქის რომ დღეს პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური კლასი ვერ ქმნის იმ მაგნიტს მიზიდულობის მაგნიტს რომელიც საჭირო აი ამდენი ადამიანის მობილიზაციისათვის იმისათვის რომ მიიყვანო მთავრობა იმ მდგომარეობამდე რომ კრიზისულ მომენტში მისი ჩამოშლა გარდაუვალი იყოს მშვიდობიანი კი აი ახალი სახეები რაზეც დაწყებულია საუბარი ახალი სახელები პოლიტიკაში აუცილებელია თქვენი აზრით რაღაც პროცესაც სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება, გადახალისება, არ ვიცი. მაგრამ ცხოვრების ლოგიკა ხა როგორც ევოლუციონისტი და როგორც ბიოლოგი გეუბნებით, რა თქმა უნდა, თაობა